სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე შემოგვიერთდა. მამა გიორგი, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. სახარებისა და ხატმეტყველების შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. აი რა კავშირი არის სახარებასა და ხატმეტყველებას შორის, როგორ არის ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული? სახარება ვიცით რომ სიტყვით გვამცნობს ქრისტეს ცხოვრებას, უფლის ჭეშმარიტებას, ხოლო ხატმეტყველება გამოსახულებით გადმოსცემს ამ ჭეშმარიტებას. აი თქვენ რომ გვესაუბროთ რა თავისებურებებით ხასიათდება და რა კავშირია ხატმეტყველებასა და სახარებას შორის. უბრალოდ სკოლასა ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს პირველად თუ არ აღდგომის შემდგომ ასე თქვენს ტელევიზიაში და ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას მიულოცავ სრულიად საქართველოს და აი ამ დღესასწაულის მადლმა აღავსოს ჩვენი გულები და ჩვენი ცხოვრება და მეორე მხრივ ასევე დიდ გულისწყვილს კიდევ ერთხელ და სამზიმარს გამოვხატავ მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო, აი აღნიშნავდით რომ ერთი მხრივ რა თქმა უნდა აღდგომის სიხარული საყოველთაოა, მაგრამ წლევანდელი აღდგომა რაღაც გულისხმასთან არის თავისთავად დაკავშირებული ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების გამო, რომლის 40-იც უკვე მოახლოებულია, მოგეხსენებათ 25 აპრილს შაბათს. 25 აპრილს შაბათს და ღმერთმა განუსვენოს მის უდავსულს. რაც შეეხება და მე დარწმუნებული ვარ, როგორც მისი უწმინდესობით კურთხევით შეიქმნა ეს ტელევიზია, სასულიერო აკადემიას და კიდევ ძალიან ბევრი სიკეთის მკეთებელი დაწესებულება თუ ორგანიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეკლესია და ამ ეკლესიის წიაღში მოქცეული ეს დაწესებულებები გააგრძელებენ მისი უწმინდესობის დასახულ გეზს ღვთის სათნოდ, ღვთის სათნოს საქმიანობით. ღმერთმა ასე ინებოს, დიახ. ამინ. რა შეეხება ჩვენს თემას, დიახ, ხატმეტყველებასა და სახარებას შორის არის ცალსახა კავშირი. პირველ ყოვლისა დავიმოწმოთ ბასილი დიდის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს, რომ ხატმეტყველება ეს არის ღვთისმეტყველება ფერებითა და ხაზებით. შესაბამისად, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ხატმეტყველება ჩვენ შეიძლება აღვიქვათ როგორც ვიზუალური ღვთისმეტყველება და სხვათა შორის უნდა ითქვას ის, რომ სახარების ეპოქიდანვე, ანუ მოგეხსენებათ სახარებები პირველ საუკუნეშია დაწერილი, მახარებელთა მიერ აი აქედანვე იღებს სათავეს ხატმეტყველება. უპირველეს ყოვლისა, უნდა თქვათ ჩვენ თვითონ ხატმეტყველების საფუძველი რა არის. ხატმეტყველების საფუძველი ეს გახლავთ ზეღმერთის განკაცება. ამასაც დაკავშირებით განსაკუთრებით აი ხატმებრძოლების დროს თქვენ მოგეხსენებათ, რომ ხატმებრძოლება მერვე საუკუნეში იყო და ამის გამო 787 წელს ჩატარდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დააგმო ხატმებრძოლება და სწორედ აქ ამ კრებაზე ჩამოყალიბდა ძირითადი ასე თქვათ ხატწერის და ხატმეტყველების პრინციპები. ამ დროს აუცილებლად უნდა თქვათ ამ ეპოქაში მოღვაწე წმინდა იოან დამასკელი, რომელსაც თუ შეიძლება ასე ითქვას, ხატმეტყველებასთან დაკავშირებით ყველაზე მოცულობითი ნაშრომი აქვს სამი სიტყვა ხატმეტყველების შესახებ. აქ სიტყვაში ჰომილია იგულისხმება, რომელიც ადრიდანვე თარგმნილი იყო ქართულად ათონელ მამათა მიერ, თუმცა მესამე სიტყვა დაკარგულია, შეიძლება ვფიქრობ, რომ დაკარგულია, ყოველთვის შემორჩენილი არ არის და ეს მესამე სიტყვაც თუმცა თარგმნილია და აი სწორედ ეს მესამე პრინციპში არის პირველის და მეორეს კომპილაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი აქ აი ამ ნაშრომში წმინდა იოან დამასკელი ცალსახად განაჩინებს, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ბრძანებს ის აკრძალული იყო ზოგადად გამოსახულებები და ახალ აღთქმაში უკვე დაშვებულია და ამის მიზეზს ასახელებს ის რატომ? იმიტომ რომ ძველი აღთქმის პერიოდში ღმერთი არ იყო განკაცებული. ანუ ის რაც უხილავი იყო, დამასკელი მოზუსხე იმას ვერ გამოსახავს ადამიანი, ხოლო ახალ აღთქმაში რაღაცა ღმერთი ხილული გახდა, მან მიიღო კაცობრივი ბუნება და თავისთავად ცხადი აქ მოიაზრება ასევე ამაში კაცობრივი სხეულიც, ახალი სხეულით განცხადა ადამიანის წინაშე, ხატმეტყველებას მიეცა საფუძველი იმისა, რომ მის გამო უკვე თქვა დაესახა ხატმეტყველებაში. თუმცა მხოლოდ ზეღმერთი განკაცდა, მოგეხსენება თქვენ და ასევე ზეღმერთის ხატია მთავარი ხატი ხატთა შორის. თუმცა ზეღმერთი თავისთავად ცხადია, არსებითად განუყოფელია მამისა და სულისაგან. ხო აი ფილიპე მოციქულს ეუბნება, გახსოვთ თქვენ მაცხვარი, რომ ფილიპე ეუბნება, რომ უფალო გვიჩვენე მამა შენი, რომელზეც ასე ხშირად საუბრობდა, მაცხვარი მას მიუგებს, რომ ფილიპე ამდენი ხანი თქვენთან ვარ და ამას როგორ მეკითხები, ვინაიდან
ვინც მე მიხილა იხილა მამაიცა. ანუ სწორედ შემდგომში რაც თქვა ჩამოყალიბდა თქვენ მოგეხსენებათ თავარი სწავლება ქრისტიანობაში არის სახარება, ხო? ანუ შემდგომ სახარებისეულ სწავლებაზე, სახარებაზე აღმოცენებული სრულიად შემდგომში ძალიან ასე თქვი ღრმა საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ხატმეტყველებაც ასეა. ხატმეტყველების პირველ ხატმეტყველებას მთლიანად აღმოცენებულია ესე იგი სახარებისეულ სწავლებაზე, რომლის თანახმადაც კიდევ ერთხელ ანუ რა არის თქვენ მოგეხსენებათ სახარება რას გადმოგცემს ღვთის განკაცებას, არა ასევე გადმოგცემს ხატმეტყველება ღვთის განკაცებას და უბრალოდ სხვა ფორმით, ანუ ეს არის შეიძლება ასე ითქვას და ასე ნამდვილად ღვთისმეტყველების, ანუ ხატმეტყველებაზე გვაქვს ღვთისმეტყველების განუყოფელი ნაწილი, როგორც მაგალითად ღვთისმეტყველებაში არის დარგები, არა, ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია და ასე შემდეგ, აი ასეთივე ერთ-ერთი აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებული და საინტერესო დარგია ხატმეტყველება. და როდიდან გვხვდება სახარებისეული პირველი გამოსახულებები, მამა გიორგი? დიახ, მოგახსენებთ ზოგადად დღესასწაულთა ასე ვთქვათ ტიპიკონური ჩამოყალიბება ცოტა მოგვიანო ხანაში ხდება მე-4-მე-5 საუკუნეში შესაბამისად ასე ვთქვათ უკვე მოწესრიგებული სახით თუ შეიძლება ასე ითქვას სახარებისეული იკონოგრაფიული სქემების ჩამოყალიბებაც ამ ეპოქიდან იწყება, თუმცა ჩვენ პირველ გამოსახულებებს პირველივე საუკუნეებში აქვს ამას საფუძველი. უშუალოდ სახარებაშიც კი აი მაგალითისთვის მოვიხოთ მაგალითად ყველას კარგად მოეხსენება სახარებაში მოთხრობილი ისტორია იაიროსის ასულის აღდგენების შესახებ და სანამ იაიროსთან მივა მაცხოვარი მას გზად ხვდება სილზვდინარე ქალბატონი გახსოვთ თქვენ და ის მას განკურნება სთხოვს და ისიც მას განკურნავს და აი როდესაც ესე იგი ამ ეპიზოდს განმარტავს წმინდა იოანე ოქროპირი, უფრო სწორად 6 ათონელის მიერ თარგმნილ წმინდა იოანე ოქროპირის შესაბამის განმარტებაში წერია, რომ ეს ქალი, რომელიც მას მიიღო კურნება მაცხოვრისგან, არ დარჩენილა, ასე წერია, არ დარჩენილა უმადლო უფლის მიმართ და მან ამ მადლობის წარმოსაჩენად ააგო ქრისტე უბრალოდ გამოაქანდაკა პირველი ქრისტეს ქანდაკება. ასეთი რამ წერია კიდევ ერთხელ უშუალოდ ბერძნულ ტექსტში არ არის ეს ცნობა შემორჩენილი იოანე ოქროპირისა, ეს შემორჩენილია იოანე ოქროპირის 6 ათონისეულ თარგმანში. თუმცა რასაკვირველია მოგეხსენება თქვენ 6 ათონელი ძალიან დიდი მამა და შესაბამისად იგი შესაბამისი ცნობის ისტორიული ცნობის გარეშე არ ჩართავდა ამ განმარტებას აქ. აი ეს სობა ასევე დასტურდება ცნობილ საეკლესიო ისტორიკოსთან ევსები კესარიელთან თავის ცნობილ საეკლესიო ისტორიაში. ისიც საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით. შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი თუ შეიძლება ასე თქოს გამოხატული რაც სახარებასთან უშუალოდ დაკავშირებული ამ თემასთან მიმართებით გახლავთ ავგაროზის ეპისტოლეს გახლავთ აპოკრიფული ხასიათის ეპისტოლე რომელიც ეფუძნება გარდაწმინდა გარდამოცემას რომლის მიხედვითაც ესე იგი თადეოზი ედესის მეფე უბრალოდ ედესის მეფე ავგაროზი თადეოზის ხელით თადეოს უგზავნის მაცხოვარს თადეოს მოწაფეს მოციქულს და ეუბნება რომ განკურნოს ვინაიდან ავათა და აი ამ ეპისტოლის მიხედვით მაცხოვარი ტილოს იდებს სახეზე ტილოზე გადადის სასწაულებრივად მისი სახე და შემდგომობისა ეს ტილო მიერთმევა მას და აქედან და ნუ შემდგომის განიკურნება და როგორც დაწერილია ეს არის პირველი ხატი ხატთა შორის ანუ ხელთუქმნელ ხატზეა საუბარი ანუ ხელით უქმნელი ხატი რომელსაც ასევე შემდგომში უკავშირდება ჩვენთვის საყვარელი ანჩის ხატის ისტორიაც. დიახ. მამა გიორგი, ვიდრე ვისაუბრებთ ხატმეტყველების თავისებურებებზე და სახარებისეული იკონოგრაფიის თავისებურებაზე, აი თქვენ ბრძანეთ და განმარტეთ, რომ ხატმეტყველება დაფუძნებული არის სახარებისეულ სწავლებას. თუმცა მაინც შეიძლება არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ თქვათ, რატომ ცემთ ხატებს თაყვანს. აი რაც უფრო მარტივად თუ შეიძლება რომ ეს ბრძანოთ რატომ ცემენ ქრისტე, რატომ ცემთ ჩვენ
ხატებს თაყვანს. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გახლავთ. ხატთაყვანისმცემლის საფუძველი, როგორც მოგახსენეთ, არის ღვთის განკაცება და ჩვენ დავასახელეთ ორი მაგალითი, რაც ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ თავად უფალმა აკურთხა ხატთაყვანისცემა, რაც შემდგომ მეშვიდე უკაცრავად მერვე საუკუნეში მეშვიდე სოფლიო საეკლესიო კრებაზე უკვე დადასტურდა და ხატმერძოლები სულ დავას ამბობდნენ, რომ აი ჩვენ არ უნდა ვწეთ ხატებს თაყვანი, ვინაიდან ეს მათი აზრით ეს იყო ფიცრისა და საღებავის თაყვანისა მათი აზრით. რის საპირისპიროდაც წმინდა ეკლესია განაჩინებს ეს გახლავთ უკვე ჩამოყალიბებული მოძრაობა ხატთაყვანისმცემის შესახებ მეშვიდე სოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომ განაჩინებს შემდეგს, რომ ჩვენ ადამიანი რომელიც ხატს თაყვანსცემს, ის არ არის თაყვანისმცემელი იმ მასალისა, რომლიდანაც თქვა ხატი არის შექმნილი, არამედ ის არის თაყვანისმცემელი იმ გამოსახულებისა, რომელიც მასზეა გამოსახული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შვილების სურათს თქვა რომ ვინახავთ ან მშობლების. ჩვენ ხო ფურცელს სპატაშორის ავცემთ ამ შემთხვევაში პატივს. ამასეც წმინდა იოანე დამასკელს აქვს ეს გავსი პასაჟი, რაც თქვენ ახლა დაასახელეთ, ის მიმართავს რომაელებს, თუ კი თქვენო რომის იმპერატორის დიდი სურათები ქონდათ, თუ კი თქვენ რომის იმპერატორების დიდ გამოსახულებას სცემთ თაყვანს და ამით თაყვანსცემთ იმპერატორს და არა უშუალოდ მასალას, მაშინ რატომ შეიძლება რომ ჩვენ დამასკელი მოზგის მიხედვით თაყვანისცეთ ხატებს, რომელზეც გამოსახულია უფალი თუ სხვადასხვა წმინდანები. კი ბატონო, ეს არის რა თქმა უნდა საფუძველი ხატთაყვანისცემის, რომ ჩვენ ეს არის ერთგვარი დამაკავშირებელი ღმერთთან, ვინაიდან ახლა ჩვენ ფიზიკურობაში ვართ, ხორცში ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასე თქვა, თვალთახედვა, ვიზუალიზაცია, ვიზუალურობით ყველაზე მეტად არის აღქმადი ზოგადად არა ფაქტები თუ მოვლენები, ამიტომ ხატთაყვანისცემა თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ვიზუალურად პირდაპირ გვაკავშირებს ღმერთთან. დიახ. მამა გიორგი, აი ვისაუბროთ თავისებურებებზე, რომელიც ახასიათებს სახარებისეულ იკონოგრაფიას, თქვათ ეს იქნება ფერები, სიმბოლიკა თუ ასე შემდეგ. კი ბატონო, აი თავისებურება მართლაც ძალიან დიდი აქვს სახარებისეულ თაყვანისცემას, იკონოგრაფიას ჩამოყალიბდა უკვე მეოთხე, როგორც უკვე გითხარით, მეოთხე-მეხუთე საუკუნეში არის ძირითადად ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული 12 დღესასწაული, რასაც ჩვენ ვეძახით და აი 12 დღესასწაულის შესაბამისი მსახურებებიც მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში ყალიბდება და შესაბამისი ხატმეტყველებაც სწორედ ამ ეპოქას განეკუთვნება. აი რა არის თავისებურება ხატთაყვანისცემისა? ჩვენ აღვნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, რომ ჩვეულებრივი იკონოგრაფია არის ღვთისმეტყველების ერთ-ერთი დარგი და სხვათა შორის უნდა ითქვას ის, რომ იკონოგრაფია, ანუ ხატმეტყველება, ამ შემთხვევაში სახარებისეული დაკონკრეტებით, ესე იგი, არა მარტო იმით გამოირჩევა, რა არის ასახული, რა თხრობა ასახული, თქვათ, სახარებაში, არამედ რატომ არის ის თხრობა გადმოწ, ანუ არა თუ სახარებისეულ თხრობას ასახავს მხოლოდ ხატმეტყველება, არამედ ასახავს შესაბამის ეგზეგეზასაც, ან თქვათ შესაბამის საკითხავში, მაგალითად ლიტურგიულ საკითხავში არის რაღაცა, რაც ასევე ხატმეტყველებაში არის ასახული. აი რამდენიმე მაგალითს მოგახსენებთ, აი მაგალითად ქრისტეშობის იკონოგრაფიაში, ყველასთვის ცნობილი იკონოგრაფია არის ეს, გამოსახულია, მაცხოვარი, რომელიც ბაგაშია ჩაწვენილი, ღვთისმშობელი, იოსები, შემდგომ ეს იკონოგრაფიული რედაქცია განივრცოდა თქვათ უკვე იქ წყებსა თაყვანისცემა ჩაერთო, იქ მოგზა თაყვანისცემა და ასე შემდეგ, მაგრამ საინტერესო რა არის, რომ აი აქ ბაგაში ჩაწვენილი ყრმის თავთით გამოსახულია ხარისა და სახედრის გამოსახულება. მაშინ როცა ჩვენ შესაბამის სახარებისეულ თხრობაში ლუკა მახარებელი აღწერს კონკრეტულად აი ამ ეპიზოდს, არც არ არის ნახსენები, არც ხარი და არც სახედარი. და მე მეცაც გეტყვით, ზოგადად იოანე ოქროპირის აქვს ასეთი განმარტება ერთგან, რომ ეს ბაგაო იყო ცხრების სამყოფი ბაგა, ისიც დროებითი, აი წვიმ, როდესაც წყემს გადაყავდა ცხვარი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ავდრიანობის დროს შეაფარებდა ხოლმე, ასე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი და მის კვალობაზე შემდგომ თეოფილაქტე ბულგარელის ამას იმეორებს. და ისთვის კითხვა, რატომ არის ჩართული აქ ხარისა და სახედრის გამოსახულება და ეს წმინდა ეგზეგეტიკური ჩანართი გახლავთ აღნიშნულ ხატმეტყველებაში კერძოდ.
გრიგოლ ნოსელისთან ეს ეყრდნობა ესაიას წინასწარმეტყველების ესაიას წინასწარმეტყველებას, რომელსაც ეგზეგეზას აძლევს წმინდა გრიგოლ ნოსელი. აი ხა რა არის ეს რა განმარტებას იძლევა ნოსელი მამა, რომ ხარი ეს გახლავთ მისი განმარტებით, ხარი ეს გახლავთ სიმბოლო ებრაელებისა, ვინაიდან როგორც თვითონ მამა წმინდა მამაბრძანებს ხარს უღელსადებენ და ისრაელიანები მაშინ ძველი აღთქმის ჯულდებ ქვეშ იყვნენ, ხოლო სახედარი ეს გახლავთ სიმბოლო და სახე წარმართებისა. როგორც მოგესწრებათ, სახედარი გამოირჩევა იმით, რომ რაღაცა ჯიუტია და ასე შემდეგ. ანუ ეს რას ნიშნავს ეს პასაჟი, რომ ხარი და სახედარი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, ნიშნავს ისრაელიანებს და თქვა წარმართებს, აქ ხაზგასმულია ზეღმერთის განკაცების საყოველთაობა, ანუ უფალი იშვა როგორც ებრაელთათვის, ასევე წარმართთათვის. აი ეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, ესე იგი, როგორი ეგზეგეტიკური ჩანართი აქვს ხატმეტყველებას და თქვათ ქრისტეშობის ხრობაში. რაც კიდევ ერთხელ არ წერია უშუალოდ სახარებისეულ ტექსტში. ეს უკვე განმარტებაა. აი ჩვენ გვაქვს აი ყველაზე დიდი დღესასწაული. აღდგომა რა. და როგორ არის ეს იკონოგრაფიაში? აი მოგახსენებთ ხო? ჯოჯოხეთის წარმოთქმულება, ხო? ეს არის წმინდა დაფუძნებული ეგზეგეტიკას. ანუ სახარებაში, თვითონ სახარებისეულ თხრობაში არ წერია იმის შესახებ, რომ უფალი, ანუ სახარებისეულ თხრობა საჭირდება, რომ უფალი ჯვარზე გააკრეს, აღესრულა, გარდამოხსნეს და დაკრძალეს და შემდგომ თხრობა გრძელდება, როგორ იხილეს უკვე ცარიელის საფლავი მენესესმულდა. ანუ იქ შუალედში ხდება ყველაზე თქვა თავარი და ამაზე წმინდა იონე ოქროპის აქვს განმარტება, რომ აღდგომაც კი არ არის უშუალოდ ასაღანო როგორ გამოდის მაცხოვარი გარკვე. ეს არ არის. აი იქ არის ასახული მცველებს როგორ ეშინია და ესე ნახულობენ გადაგორებულოს, მაგრამ ეს უშუალოდ არ არის, იმიტომ რომ როგორც ამ ბრძანებს წმინდა იონე ოქროპის წმინდა ბასილი არავის უხილავს ის, თუმცა იხილეს აღდგარი უფალი. ითის რა თქმა უნდა დამოწმებულია აღდგომის ჭეშმარიტება და იკონოგრაფია სხვათა შორის პირველ საუკუნეებში გამოსახავდა, ანუ გამოსახავდა უშუალოდ ტექსტს, რომ როგორ გამოდის ტექსტის ნაწილობრივ და განმარტებას, რომ როგორ გამოდის მაცხოვრის საფლავიდან და ლოდი გადაგორდება და სხვათა შორის დასავლეთის ხელოვნებამ დასავლური იყო უფლის გამოსახულება და დღეს ეს შეინარჩუნა, დღეს იქ აღდგომა ამ კუთხით გამოისახება, ანუ როგორ გამოდის მაცხოვარი თქვა აკლდამიდან, მაგრამ აღმოსავლურმა ხატმეტყველებამ არჩია დაახლოებით მე-6-მე-7 საუკუნიდან რომ გამოესახა არა უშუალოდ ისტორიული ფაქტი, არამედ ამ ფაქტის მნიშვნელობა, რომ უფალმა ყველაზე მთავარი რა არის, უფალმა თავის განკაცებით დაახსნა ჯოჯოხეთის მეუფება და ჩვენ ვიცით რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით აი ეპიფანე კვიპრელს აქვს ესეთი სრცელი მოძრაობა მასთან დაკავშირებით იოანე ოქროპირის ბასილის და მათი ეგზეგეზა გამოსახა ხატმეტყველებამ. და რა არის ეს ეგზეგეზა, რომ მაცხოვარი მას შემდეგ რაც აღსრულდა ჯვარზე, ის სულით შთადის ჯოჯოხეთში და ახსნის ჯოჯოხეთის მეუფებას, ამოყავს იქედან მართალთა სულები და გადახავს სასწაულებში. აი ეს გახლავთ ძალიან თუ შეიძლება ასე ითქვას, არსებითად წარმომჩენი იკონოგრაფიის ძალიან ესეთი თავისებურებებისა, რომ და განსაკუთრებულობისა, რომ ამ შემთხვევაში იკონოგრაფიამ ხაზი გაუსვა აღდგომის უმთავრეს არსს, რასაც ჩვენ ვგალობთ საეკლესიო საგალობებში, უფალი ეს არის სიკვდილისა დამზრუნველი. სხვათა შორის, თავად ამა თუ იმ იკონოგრაფიაშიც არის გარკვეული რედაქციები. ანუ რაღაც რედაქცია არის, რასაც შეიძლება რაღაც დეტალი იყოს ერთ რედაქციაში, ერთ დეტალზე იყოს გამახვილებული ყურადღება და მეორეში არ იყოს. ან მეორეში რაღაცა იყოს და მესამეში არ იყოს და ასე შემდეგ. აი, იგივე მაგალითად აღდგომის ხატმეტყველებაში არის ერთ-ერთი ასეთი იკონოგრაფია, შემოქმედის გულანი არსებობს ასეთი წიგნი, რომელიც დასურათებულია, აი, ხშირად ხდება ჩვენ ასევე სახარებების დასურათებული და იქ არის ასეთი რამ, რომ უფალი რომელიც ჯოჯოხეთში ჩთადის და ხელში უყრია გახეული გრაგნილი. რაც ცალსახად არის, აი მოგახსენებთ, ცალსახად არის საფუძველი ლიტურგიკული ტექსტისა, კერძოდ მე-6 ჟამის საკითხებში წერია, რომ უფალმა ჩვენი სოდვების ხელის წერილი დახია. ანუ სწორედ ამ სწავლებაზე და არა მარტო მე-6 ჟამის საკითხებში, იქამდე ჩვენ გვაქვს გრიგოლ ნოსელთან შესაბამისი სწავლება, აი ეს ეგზეგეტიკური ლიტურგიკული პასაჟი და ღვთისმეტყველება გახდა საფუძველი აი ამ კონკრეტული გამოსახულების. ანუ ამით ძალიან კარგად ჩანს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, კავშირი
უშუალო კავშირი ღვთისმეტყველებასა და ხატმეტყველებას შორის და ასევე არათუ კავშირი რომ ხატმეტყველება ეს არის ღვთისმეტყველების თქვა დარგი. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ რომ კიდე თქვა საცნაური გახდეს. დიახ. მამა გიორგი, მე მგონი ცოტა დრო გრჩება როგორც ვიცი და ერთი შეკითხვა მინდოდა კიდევ რომ აი თანამედროვე იკონოგრაფიაზეც მინდოდა მეკითხა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ეპიზოდების გამოსახვაზე, რომელსაც მარადიული მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ არეალსა და კონკრეტულ თქვათ დროში და სივრცეში მოხდა, უცვალებელია დროში და მარადიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა რა თქმა უნდა, ადრეთ შექმნილა, თქვათ შუა საუკუნეებში და ახლაც იქნება. აი კანონიკურობაზე ასევე დაფუძნებული მკაცრად ხატწერა, იკონოგრაფია, აი თანამედროვე იკონოგრაფიაში რა არის თქვათ შეცვლილი ამ კუთხით. თუკი სახარებისეული იკონოგრაფიაზე ვისაუბრებთ. მოგახსენებ, ზოგადად სახარებისეული იკონოგრაფიის ასახვა მაინც უმთავრესად ხდება ტაძრის ინტერიერში. ანუ როდესაც გამოისახება ეს უკვე აი მერვე საუკუნეში შემუშავდა ეგრეთ წოდებული იკონოგრაფიული სქემები და ვთქვათ იკონოგრაფია დაუკავშირდა უკვე ტაძრის ინტერიერს. ვინაიდან ტაძარი მოგეხსენება თქვენ ღვთისმსახლად ითქმის და იქ აღესრულება ღვთისმსახურებათა დიდი ნაწილი და განსაკუთრებით ღვთისმსახურებათა გვირგვინი წირვა, ანუ ლიტურგია და შესაბამისად ყველაფერი ემსახურებოდეს უნდა ტაძრის ინტერიერში და არა მარტო ინტერიერში, ინტერიერში განსაკუთრებულად უნდა ემსახურებოდეს ის, რომ ადამიანის გონება მაქსიმალურად ჩართოს ღვთისმსახურებაში. და ამას ემსახურებოდა სწორედ ის იკონოგრაფიული სქემები, რომელიც მიიღო ეკლესიამ და ჩვენს აი საქართველოს რეალობაშიც ძალიან ბევრი მსგავსი, როდესაც ამა თუ იმ ტაძარში ეს იყო აუცილებლობა, რომ ტაძარში უპირველეს ყოვლისა უნდა გამოსაყოლიყო 12 საუფლო დღესასწაული. და შემდგომ ამისა თუ კი ტაძარი იყო რომელიმე წმინდანის სახელობისა, გამოისახებოდა ხოლმე იმ წმინდანის ცხოვრების სცენების, მაგალითად უბისა, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისა, წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამებისამებს ხვდებით. მაგალითად იგივე მისი რა ქვია ატენის სიონი, რომელიც მოგეხსენებათ ყველა სიონი ღვთისმშობლის მიზნების სახელზე აგებულ, ატენის სიონში გამოსახულია გარდა იმ 12 დღესასწაულისა ღვთისმშობლის სცენები, მათ შორის აპოკრიფული სცენებიც კი, ღვთისმშობლის შოობა, ტაძრად მიყვანება და ასე შემდეგ. და აი დღეს ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად რომ რაც ყველაზე თვალშისაცემია ხატმწერი უნდა იყოს განსწავლული, აუცილებლად უნდა იყოს განსწავლული ღვთისმეტყველებაში, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით, ეს არის ვიზუალური ღვთისმეტყველება და რაც შეეხება სტილს თვალსაჩინო აბაზე იყო საუბარი და აც განსვენებულმა საქართველოს პატრიარქმა და მისი კურთხევით თანამედროვეობაში ხატწერის სტილად დამკვიდრდა შუა საუკუნეების სტილი, იმიტომ რომ სტილები ყოველთვის იცვლებოდა, ეს მარტო საქართველოს რეალობაში არ ხდება. თავარია, როგორც ღვთისმსახურების ფორმები იცვლებოდა, სტილი ყოველთვის იცვლებოდა, მაგრამ არსებითი არ უნდა შეცვლილიყო და არსებითი არ შექმნილა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩართოს არ უნდა გასცეს და აი მისი უწმიდესობის კურთხევით თანამედროვე, ასე ვთქვათ, ხატწერა დაფუძნებულია შუა საუკუნეების ქართული კედლის ხატრობაზე, რომელიც ითვლება ხატმეტყველების ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალად და ერთ-ერთ უმაღლეს გამოვლენებად არა მარტო ქართულ რეალობაში. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი, ესეთი სიღრმისეული განმარტებისთვის. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი. მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.